საქართველოს მოქალაქეების დასჯის პარალელურად რა ხდება და როგორ იცვლება ნელ-ნელა ჩვენი დემოგრაფიული ვითარება, ხო? ამაზე კამპანია მაქვს და მინდოდა ორი სიტყვა მეთქვა, რომ შეუძლია მოსახლეობას წაიკითხოს ჩემი გეგმა, ეს არ არის რომელიმე ერთი პროექტის ამბავი, ხო? ეს არ არის, ეს არის ზოგადად იმის საკითხი, რომ საქართველო ნელ-ნელა ივსება ადამიანებით, რომელსაც ბმა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ფასეულობების მიმართ, ჩვენი სოციალური სტანდარტების მიმართ არ აქვს. აქ შეიძლება ჩამოვიდეს და იმუშაოს, იმიტომ რომ ჭამოს, მხოლოდ და მხოლოდ და არ წავიდეს. ამიტომ ერთ-ერთი თემა რაც არის, ეს არის ბინადრობის ნებართვების გაუქმება ბინის ყიდვაზე. გვიპასუხა ბატონმა პრემიერმა, რომ არაო, ჩვენო ბინადრობის ნებართვებს არ დავარიგებთ. უკაცრავად კანონმდებლობაში წერია, $100,000 ბინას თუ იყიდი, ბინადრობის ნებართვა გეკუთვნის. მე ვითხოვ, რომ ეს გაუქმდეს, როგორც ერთ-ერთი ზომა ქვეყნის გადარჩენის. მათ შორის განსხვავებული ფასები. არ შეიძლება მარტვილის კანიონში მარტვილელს და რომელიღაცა უცხოელს ერთი და იგივე ფასი გადაახტევინო. იმიტომ რომ ეს მარტვილელი იქ ვეღარ შედის. უფლისციხეში მასწავლებლების გაფიცვები იყო, იმიტომ რომ ძვირია იქ შესვლა. მიღებულია ბარსელონაში თუ სადაც გინდათ ნახეთ. მიღებულია ორი სხვადასხვა ფასია. უცხოელებისთვის სხვა ფასია. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იყო თავის დროზე ეს მიდგომა, კი? კი, მთაწმინდის პარკს აქვს, რომელიც კერძო მენეჯერი ყავს, აქ თბილისში ეგეთი მიდგომა აქვს, აქა-იქ, მაგრამ ეროვნულ დონეზე უნდა გაკეთდეს ეს. ასევე, თუ შენ ხარ უცხოელი, არ ცხოვრობ საქართველოში, უნდა გადაიხედო მეტი გადასახადი ბინის გაქირავებისთვის. ქალბატონოებმა, თქვენ რომ იხდით 5%, როცა ბინას აკირავებთ და ვიღაცა, რომელიც აქ არასოდეს არ ჩამოდის, ბინას აკირავებს, აქედან იმას სიკეთე მიაკ, არდებს ქვეყანაში. ჩვეულებრივი ევროპული მოდელია, გადასახადი უნდა გადაიღადოს მეტი, უნდა ამითი ავაშენოთ სკოლები, გზები და ასე შემდეგ. ეს არის ჩემი კამპანია. მე დროს არ ვკარგავ ყველა საუბარზე, რომ იცოდეთ, ეს არის ჩემი. ეს